მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღევანდელ გამოშვებაში გიამბობთ ებრაელების ისტორიის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. შენიშნავდით, რომ ნამდვილი ისტორიების პლატფორმა გაფართოვდა და ეს გადაცემა გახდა უფრო დიდი პროექტის ზღარბის ნაწილი. ამიტომ გამოიწერეთ ზღარბი, მოიწონეთ მისი პოდკასტები და დაგვეხმარეთ ფინანსურად, თუ კი ამის სურვილი გექნებათ. შესაბამისი ბმული არის როგორც ამ ვიდეოს, ასევე არხის აღწერაში. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არხის არსებობისთვის არის გადამწყვეტი. ებრაელების ისტორია რთულია რამეს შეადარო. ის უკვე 3000 წელზე მეტია, რაც გრძელდება პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. ეს არის მრავალფეროვანი, მაგრამ ძალიან დამოუკიდებელი კულტურის ისტორია, რომელიც არამხოლოდ გადარჩა ურთულეს პირობებში, არამედ იცვლებოდა და ამ ცვლილების ფეხდაფეხ ახერხებდა გარშემოც ყველაფერი შეეცვალა. როგორ შეძლეს ებრაელებმა პატარა ტომიდან გარდაქმნილიყვნენ მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან გმირებად, რატომ აღმოჩნდნენ დასახლებულები ყველა კონტინენტზე და ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენაზე და რა გავლენა მოახდინეს მათ მილიარდობით ადამიანის რელიგიაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე. ამის გარკვევას შევეცდებით დღევანდელ ეპიზოდში. ყველას ხსმენია აბრაამის, მოსეს და ციური მანანას შესახებ. მაგრამ რეალური ებრაული ისტორია, ის რომელიც ცნობილია არა იმდენად ბიბლიიდან, რამდენადაც არქეოლოგიური მტკიცებულებებით, უფრო გვიან იწყება. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე 1000 წლის დასასრულს ერთ დროს ძლიერ ეგვიპტეში სერიოზული კრიზისია. ეგვიპტის ძალაუფლება და გავლენა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირომდე ვეღარ აღწევს. იქ ტერიტორიაზე, რომელიც ფაქტობრივად თავის თავზეა მინდობილი, ძველი წელთაღრიცხვით მე-11 საუკუნეში ძველი ებრაული ტომები ერთიანდებიან და ქმნიან კავშირს. ეს არის პირველი ებრაული სახელმწიფო წარმონაქმნი, ისრაელის სამეფო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენთვის ბიბლიიდან კარგად ცნობილი მეფეების დავითის და სოლომონის სახელებთან. ცოტა მოგვიანებით მე-10 საუკუნეში ეს ტომთა კავშირი ორად გაიყოფა. ჩრდილოეთით ისრაელის სამეფოდ და სამხრეთით იუდეის სამეფოდ. მალე ეგვიპტის უღელს ჩაანაცვლებს ასირიის სახელმწიფო და ებრაელებს დაიქვემდებარებს. მაგრამ ამ ხანმოკლე მშვიდობიან პერიოდშიც კი საკმაოდ პერიფერიულმა ძველმა ებრაულმა სახელმწიფომ შექმნა კულტურა, რომელიც გადარჩა და ჩვენამდე მოვიდა 3000 წლის შემდეგ. ამ კულტურის საფუძველია რწმენა ერთ და ერთადერთ იუდეველს ღმერთში, რომელიც მართავს არამხოლოდ ამ რჩეულ ხალხს, არამედ მთელ სამყაროს. იმ მომენტისთვის ამ რწმენის სიმბოლო იყო იერუსალიმის ტაძარი, სადაც ქურუმები მართავდნენ რიტუალებს და მსხვერპლს წირავდნენ. მიუხედავად მრავალი დამპყრობლისა, ეს რელიგიურ-კულტურული ტრადიცია დაეხმარება იუდეველებს გადარჩენაში. ასირიელებს შეცვლიან ბაბილონელები, რომლებიც იუდეველებს აყრიან საკუთარი მიწიდან, გადაასახლებენ ბაბილონში და დაანგრევენ იერუსალიმის ტაძარს. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ტაძრის აღდგენის პროცესი დიდხანს გაგრძელდება. ებრაელ ხალხს დაიპყრობენ სპარსელები, სპარსელებს კი დაიპყრობს ალექსანდრე მაკედონელი. იუდეველები იქნებიან პტოლემეების დაქვემდებარებაშიც, სელევკიდების დაქვემდებარებაშიც, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მთელი ეს 1000 წლეული მათი ცხოვრება იცვლება, ისინი თავს მაინც იმავე ხალხად გრძნობენ. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერიის ნანგრევებზე დგება ელინიზმის პერიოდი. ირგვლივ ბერძნული კულტურა. ადგილობრივი მოსახლეობა კი მას აქტიურად იზიარებს. ყვავის ახალი ებრაული ინტელექტუალური ტრადიცია ბერძნულ ენაზე. მაგრამ ელინიზაცია იწვევს საპირისპირო კონსერვატიულ რეაქციასაც და ისმის ისეთი ლოზუნგები, როგორებიცაა წინაპრების რწმენას არ ვუღალატებთ, არ დავუშვებთ მის შეცვლას. ებრაელები თავიანთ რელიგიას აქტიურ პროპაგანდას უწევენ და ეს გავლენიანი მონოთეიზმი, ანუ რწმენა ერთადერთ ღმერთში, სულ ახალ მომხრეებს იზიდავს ძველი წარმართული რწმენის მიმდევრებიდან. ნეოფიტები იმისთვისაც კი მზად არიან, რომ გაიარონ რწმენაში გადასვლის რთული პროცესი, გიური და დაიცვან იუდაიზმის მრავალრიცხოვანი წესები, როგორებიცაა შაბათი და კაშრუტი. ჩნდება სინაგოგები, სადაც რწმენა არსებობს ტაძრის და მიღებული რიტუალების მიღმა. იქ არამხოლოდ კითხულობენ და მსჯელობენ ებრაულ ბიბლიაზე, არამედ უბრალოდ იკრიბებიან ან თავიანთ საქმეებს აკეთებენ.
ებრაელები სახლდებიან სხვა ადგილებშიც, სხვა ქალაქებშიც. ადრე თუ გვიან მათ ხვდები იემენში, ინდოეთში, ბუხარაში. ერთ-ერთ ასეთ ახალ ქალაქში, ალექსანდრიაში გაჩნდება ებრაული ბიბლიის ბერძნული თარგმანი სეპტანტა, რომელიც შემდეგ გახდება ქრისტიანული ძველი აღთქმის საფუძველი. ნელ-ნელა ამ ორ კულტურას შორის, ელინურს და იუდეურს შორის იზრდება წინააღმდეგობები. საქმე მიდის შეიარაღებულ კონფლიქტებამდეც, რომლის შედეგადაც ებრაელებს უჩნდებათ საკუთარი ჰასმონიანთა სამეფო. ესაა რელიგიური რყევის პერიოდი, როდესაც იუდაიზმში ჩნდება ახალი მიმდინარეობები, ხოლო წმინდა ტექსტებს სულ უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. მე-6 საუკუნეში ებრაელთა სამეფოს არსებობა მთავრდება და მას როგორც სხვა ყველაფერს იპყრობენ რომაელები, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა არ არის თანახმა პროვინციის სტატუსზე და მით უფრო რომის პროვინციის სტატუსზე. იუდეველების მართვა ხომ ღმერთის გარდა არავის შეუძლია. იწყება იუდეური ომები. შედეგად ებრაული თემების ერთი ნაწილი იღუპება, მეორე კი იძულებულია დატოვოს საკუთარი მიწა და წავიდეს ემიგრაციაში. იერუსალიმი თავის ტაძართან ერთად ინგრევა. ღვთისმსახურებს არ აქვთ მსახურების ადგილი და იუდაიზმი ხდება არა ქურუმების, არამედ ბრძენ ფილოსოფოსთა რელიგია, რომლებიც წმინდა ტექსტებს სწავლობენ და განმარტავენ. დაახლოებით ამავე დროს აღმოჩნდა, რომ იუდაიზმს გამოეყო ახალი რელიგია ქრისტიანობა. თავდაპირველად იესო ნაზარეველის თაყვანისმცემლები მხოლოდ ებრაელები იყვნენ, მაგრამ შემდეგ პავლე მოციქულმა მოახდინა რევოლუცია. მან გამოაცხადა, რომ იესოს მიმდევარი შესაძლოა იყოს აბსოლუტურად ყველა. ყოველგვარი ამ გიურების, წინადაცვეთის გარეშე. ასე ქრისტიანობა ხდება წარმოუდგენლად პოპულარული და მალე მორწმუნეთა რაოდენობით იუდეველებს რამდენჯერმე გადააჭარბებს. მე-7 საუკუნეში ახლო და შუა აღმოსავლეთში, სადაც ჯერ კიდევ ებრაელების უმრავლესობა ცხოვრობს, ჩნდებიან არაბი დამპყრობლები. მუსლიმების დროს იუდეელთა ცხოვრებას განსაზღვრავს შეთანხმების პირობები. თუ კი ისინი იხდიან რელიგიური შემწყნარებლობის გადასახადს, მათ ხელს არავინ ახლებს. არაბთა შუა საუკუნეებში ებრაელებს აქვთ ორი ცენტრი: პალესტინაში და ბაბილონში. მთელი მსოფლიოს ებრაელებისთვის ორიენტირი ეს ორი ცენტრია. აქ სწავლობენ იუდაიზმის მეორე უმნიშვნელოვანეს წიგნს თალმუდს, რომელიც ბაბილონიდან ვრცელდება მთელ ებრაულ სამყაროში. ისლამი ყვავის და სწრაფად ვრცელდება. ამ პროცესში კი დაპყრობილი ხალხების კულტურული ტრადიციებიდან ბევრ რამეს იზიარებს. დაპყრობილი ხალხები კი თავის მხრივ სწავლობენ არაბულს და ითვისებენ სიტყვიერების ახალ ჟანრებს. ასე იბადება ახალი ებრაულ-არაბული კულტურა. არაბებთან ერთად ებრაელები სახლდებიან არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, არამედ პირენეს ნახევარკუნძულსაც. მოგვიანებით ისინი ჩრდილოეთითაც დასახლდებიან და ამის შედეგად ევროპაში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ებრაული სუბკულტურა. მათგან ყველაზე ცნობილია სეფარდები და აშკენასები. იუდეველებისთვის შუა საუკუნეების ევროპაში ცხოვრება ესაა ქრისტიანული კულტურის წიაღში დამკვიდრების და ადაპტირების მცდელობა. თავდაპირველად მათი მდგომარეობა ცალსახა არ არის. ისინი ჯერ ვაჭრობით ირჩენენ თავს, ცოტა მოგვიანებით მევახშეობით. მევახშეობა ქრისტიანებს ეკრძალებოდათ, ამიტომ ეს ნიშა ებრაელებმა დაიკავეს. ისინი შუა საუკუნეების ქალაქის მნიშვნელოვანი ელემენტები ხდებიან. გერმანელი ფეოდალები მათ დაცვასაც კი ცდილობენ ჯვაროსნების თავდასხმებისგან, მაგრამ მე-12 საუკუნის ბოლოდან ურთიერთობა სულ უფრო ცხადად ფუჭდება. ეს მომენტი ცნობილია სისხლიანი ცილისწამების სახელით. სისხლიანი ცილისწამება ეს არის მითი იმის შესახებ, თითქოს ებრაელები ქრისტიანებს მსხვერპლად სწირავდნენ. მანამდე კათოლიკები ებრაელებს იტანდნენ, რადგან მათ აიგივებდნენ ბიბლიაში აღწერილ უძველეს ხალხთან. მაგრამ ახლა იგებენ, რომ ებრაელები ბიბლიას არ სცემენ ისეთ პატივს, როგორც თალმუდს. თალმუდი კი მათთვის აბსოლუტურად სხვა წიგნია, სადაც ქრისტეს და ღვთისმშობლის გმობასაც კი შეხვდება. იუდეველები ქრისტიანებისთვის ხდებიან არა უმცროსი გონიერი ძმები, არამედ ჩვეულებრივი ერეტიკოსები და სტატუსი ეცვლებათ. თუ კი მანამდე ისინი იყვნენ მეფის ძვირფასი ვასალები, ეხლა უკვე გარდაიქმნებიან უბრალო რესურსად და ხაზინის მონებად. ებრაელების დაცვა შესაძლებელია ფულის სანაცვლოდ, რაც ღია რეკეტის სახეს იწეც. გვიანი შუა საუკუნეები ეს არის ევროპული ქალაქებიდან ებრაელების განდევნის ისტორია. მე-16 საუკუნის ბოლოს ევროპის დასავლეთ ნაწილში ებრაელები აღარ ცხოვრობენ. აღმოსავლეთისკენ კი გერმანულ და პოლონურ მიწებში ისინი ახერხებენ გადარჩენას, იმის გამო რომ ცენტრალიზებული ხელისუფლება იქ სუსტია. როდესაც მათ ერთი ადგილობრივი დიდგვაროვანი საკუთარი ადგილიდან აგდებს, ისინი სხვა დიდგვაროვნის მეზობლად სახლდებიან.
რეჩპოსპოლიტა ეს იყო პოლონეთის და ლიეტუვას დიდი სამთავრო. მე-15-18 საუკუნეებში პოლონეთის ტრადიციული სახელწოდება. ეს იყო არისტოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ფეოდალ შლახტებს უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდათ ვიდრე მეფეს. ამ მუდმივმა გადაადგილებებმა ებრაელები რეჩპოსპოლიტაში მიიყვანა. აქ ადგილობრივი ებრაული კულტურა იწყებს აყვავებას სამ არისტოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად. პოლონელი არისტოკრატებისთვის ებრაელები ძალიან გამოსადეგი ხალხი ხდება. ისინი ხდებიან ეკონომიკური შუამავლები სოფელს და ქალაქს შორის. ფული კი შლახტებთან მიდის. შედარებითი ეკონომიკური წარმატება პოლონელ ებრაელებს აყალიბებს დამოუკიდებელ ძალად მათი დასავლელი თანამემამულეებისგან და გადაარჩენს მათ ბოგდან ხმელნიცკის და მისი კაზაკების სასტიკი დარბევების შემდეგაც კი. ასევე ხელს უწყობს მათი თემის სწრაფ დემოგრაფიულ ზრდასაც. 200 წლის განმავლობაში ისინი 20 ჯერ გაიზარდნენ. პოლონეთში იბადება ხასიდიზმი, იუდაიზმის მისტიკური ემოციური მიმდინარეობა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში რეჩპოსპოლიტა იყოფა და აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების დიდი ნაწილი აღმოჩნდება რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. მაგრამ ვიდრე ებრაელების ცხოვრების ამ ეპიზოდზე კი ამბობთ, მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება ებრაელების თავს ევროპის სხვა მიწებზე. მე-18 საუკუნისთვის ებრაელები მხოლოდ გერმანულ მიწებზე არ ცხოვრობენ. ნელ-ნელა ისინი ბრუნდებიან საფრანგეთშიც და ინგლისშიც. დგება ახალი ეპოქა, განმანათლებლობა. ევროპულ ელიტაში კამათია როგორ მოექცნენ ებრაელებს. იუდაფობიური განწყობების პარალელურად ჩნდება ემანსიპაციის იდეებიც, მოსაზრება, რომ ებრაელებს უნდა მიანიჭონ უფლებები და ასე ისინი უფრო იგრძნობენ თავს ჩართულებად ევროპულ საზოგადოებაში. ამის ყველაზე კაშკაშა გამოხატულებაა საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც ებრაელების უფლებებს ათანაბრებს საფრანგეთის ყველა მოქალაქის უფლებებთან. ემანსიპაციის ფასეულობებით იმუხტება თავად ებრაული თემიც. ბერლინში იბადება ებრაული განმანათლებლობის მოძრაობა ჰასკალა. მისი იდეაა, რომ ადამიანს შეუძლია ერთდროულად დაიცვას იუდაიზმის წესებიც და იყოს თანამედროვე ევროპელიც. ემანსიპაცია სრულად იმარჯვებს მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. ებრაელები უფლებებში ძირითად მოსახლეობას უთანაბრდებიან, ჯერ ავსტრია-უნგრეთის, შემდეგ კი გერმანიის იმპერიაში. ევროპელი ებრაელები აქტიურად იწყებენ მათთვის შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას. ისინი მასობრივად გადადიან საცხოვრებლად სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან მეგაპოლისებში, ვენაში, ბერლინსა და პარიზში. ებრაული თემები ბევრი თვალსაზრისით ხდება სეკულარული. მათი ხელმძღვანელები რაბინებზე მნიშვნელოვანი ფიგურები ხდებიან. შენდება ახალი მოდური სინაგოგები მავრიტანიულ სტილში. შენობებში შეიძლება შეხვდეთ ორღანიც კი, როგორც ეს ქრისტიანულ ეკლესიებშია. იწყება ახალი ებრაული ცხოვრება. ჩნდება ებრაული გაზეთები, თეატრები, სპორტული ორგანიზაციები. ებრაელები დაკავებულები არიან კომერციით და საბანკო საქმით. მასობრივად იღებენ სახელმწიფო განათლებას, თუმცა სახელმწიფო სამსახურებში მათი დასაქმების ენთუზიაზმს დიდად ჯერ არავინ ავლენს. ამიტომ ისინი ხდებიან კერძო იურისტები, კერძო ექიმები, ხდება გარღვევა მეცნიერებაში, ხელოვნებასა და პოლიტიკაში. მსგავსი პროცესები ვითარდება რუსეთის იმპერიაშიც. მაგრამ მას თავისი სპეციფიკა აქვს. რეჩპოსპოლიტას გაყოფის შემდეგ რუსეთის მმართველების წინაშე დგება საკითხი. რა უყონ ამ ახალ ვასალებს? იყენებენ მათრახსაც და თაფლაკვერასაც, მაგრამ კაფიო სისტემის გარეშე. მაგალითად, ნიკოლოზ I ერთი მხრივ საბოლოოდ უსაზღვრავს მათ ბინადრობის ზონას, ანუ ადგილს, რომლის მიღმაც მათ არ აქვთ ცხოვრების უფლება, მეორე ხელით კი აძლევს სახელმწიფო განათლებას. ამ სახელმწიფო სკოლების კურსდამთავრებულები მოგვიანებით გახდებიან არარელიგიური ებრაული ინტელიგენციის ხერხემალი. ალექსანდრე მეორე მისცემს მათ უფლებას დასახლდნენ ბინადრობის ზონის მიღმაც, თუმცა მხოლოდ იმ ებრაელებს, რომლებსაც სასარგებლოდ თვლის. პირველი გილდიის ვაჭრებს, ებრაელებს უმაღლესი განათლებით, ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენელს. ეს იყო ძალიან ვიწრო სოციალური ლიფტი, მაგრამ მისი წყალობით ებრაული თემები ჩნდება პეტერბურგში და იმპერიის ბევრ სხვა ქალაქში, სადაც ებრაელები გავლენას ახდენენ კულტურასა და პოლიტიკაზე. ჩნდებიან მნიშვნელოვანი ბანკირები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ხელოვნების მოღვაწეები. ისინი კი, ვინც მიიღო უმაღლესი განათლება, მაგრამ სისტემას ვერ მოერგო, აცნობიერებენ თავიანთი მდგომარეობის უსამართლობას და მიდიან რევოლუციურ საზოგადოებებში. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში ევროპაში ნაციონალური მოძრაობების ბუმია.
ებრაელები, რომლებიც აუთსაიდერებიდან საშუალო კლასის წარმომადგენლებად იქცნენ, ნაციონალისტებისთვის მარტივი და მოსახერხებელი სამიზნეები გახდნენ. იბადება თანამედროვე ანტისემიტიზმი. იუდეველთა მიმართ ზიზღი, მათი დარბევები თითქმის ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს პოპულარული ხდება რასობრივი პოლიტიკური თეორიები, რომლებშიც აქცენტი რელიგიიდან წარმომავლობაზე გადადის. თუკი შუა საუკუნეებში ებრაელს შეეძლო ქრისტიანად მონათლულიყო და ამით ფორმალურად ხდებოდა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, თანამედროვე ანტისემიტებისთვის სხვაობა აღარ არსებობს. მათ სისხლით ყველა ებრაელი სურთ. ანტისემიტიზმი ყვავის რუსეთშიც, მათ შორის პოლიტიკურ ელიტაში. ალექსანდრე მეორის მკვლელობა, რომელშიც უმალ ებრაელები დაადანაშაულეს, ხელს უწყობს მასობრივ დარბევებს და ახალ რეაქციას. ანტისემიტების წარმოდგენაში პარადოქსულად ერთიანდება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კონსპიროლოგიური იდეა. ერთი ებრაელებზე, როგორც ექსპლუატატორ კაპიტალისტებზე და ებრაელებზე, როგორც სოციალისტ რევოლუციონერებზე. სახელმწიფო ანტისემიტიზმის კულმინაციად რუსეთში გადაიქცევა ბეილისის საქმე. შეკვეთილი პროცესი ცალკე აღებული ერთი ებრაელის წინააღმდეგ, რომელსაც რუსი ბავშვის რიტუალური მკვლელობა დააბრალეს. ხელისუფლებამ ეს პროცესი წააგო, მაგრამ ბევრი ებრაელი უკვე მიხვდა, რომ მათ აქ სამოქალაქო უფლებებს არავინ მიანიჭებს. რუსეთის იმპერიიდან იწყება ებრაელების მასობრივი ემიგრაცია. ანტისემიტიზმის აყვავება პრობლემას უქმნის ევროპელ ებრაელებსაც. საკმარისია გავიხსენოთ წარმოშობით ებრაელი ფრანგი ოფიცრის ალფრედ დრეიფუსის საქმე, რომელმაც არამხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი ევროპა შეძრა. აღმოჩნდა, რომ ემანსიპაცია არ ყოფილა ყველა პრობლემის გასაღები. ამიტომ ჩნდება სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობა, მათ შორის მთავარია სიონიზმი. ესაა სამოქალაქო მოძრაობა, რომელმაც უნდა გააერთიანოს მთელი პლანეტის ებრაელები საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად. პალესტინაში, სადაც ცხოვრობს რელიგიური იუდეველების პატარა ჯგუფი, ნელ-ნელა თავს იყრიან ებრაელები სხვადასხვა ქვეყნიდან. პირველი მსოფლიო ომი ეს იყო კატასტროფა მთელი ევროპისთვის. ადამიანებმა დაკარგეს ნდობა მთავრობების მიმართ, რომლებმაც ისინი ომში ჩაითრიეს. მსოფლიო მკვეთრად იხრება მარცხნივ. მემარცხენეებს შორის კი, რა თქმა უნდა, ბევრი ებრაელია. სოციალისტური რევოლუცია ხომ იმის მსგავსი, რაც რუსეთში მოხდა, იყო ფენომენალური სოციალური ლიფტი. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში იუდაიზმი იდევნებოდა, როგორც ნებისმიერი სხვა რელიგია და საბჭოთა ებრაელებმაც საფუძვლიანად შეიცვალეს თავიანთი ჩვევები. დაშორდნენ წინაპრების რწმენას, ალაპარაკდნენ რუსულ ენაზე, დასახლდნენ დიდ ქალაქებში. მიიღეს უმაღლესი განათლება. შეიცვალეს საქმიანობის ტრადიციული სფეროები. საბჭოთა კავშირისგან დასავლეთით ცხოვრება ასე რადიკალურად არ შეცვლილა, მაგრამ იქაც ებრაელები აღმოჩნდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიკის და კულტურის ავანგარდში. ამის კაშკაშა მაგალითია გერმანელი ებრაელების ცხოვრება ვეიმარის რესპუბლიკაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ებრაელებმა მასობრივად დაიწყეს გადასახლება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. სწორედ მაშინ ქმნის ლევი სტრაუსი ჯინსებს, ზინგერი კი საკერავ მანქანას. მაგრამ უმრავლესობა მაინც ქარხნებში მუშაობს. სამაგიეროდ ახლა, ორ მსოფლიო ომს შორის, როდესაც ამერიკა ხდება ქვეყანა, სადაც ებრაული მოსახლეობა ყველაზე დიდია, ებრაელები დიდ ნახტომს აკეთებენ და გადადიან საშუალო კლასში. ამის ყველაზე ნათელი სიმბოლო კი ჰოლივუდია. პარალელურად პალესტინაში ყალიბდება ებრაული პროტოსახელმწიფოებრივი სტრუქტურები, პროფკავშირები, თავდაცვის რაზმები, სასოფლო-სამეურნეო თემები, კიბუცები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული გერმანელები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ამ მარცხის ასახსნელად ბევრმა რასობრივ თეორიებს მიმართა, თითქოს ყველაფერში დამნაშავეები იყვნენ მოღალატე ებრაელები. დიდი ხნის განმავლობაში ნაციონალ-სოციალისტები ბევრს მარგინალურ პარტიად მიაჩნდა, მაგრამ 1923 წელს ჰიტლერი მოდის ხელისუფლებაში და ხდება რეიხ-კანცლერი. პირველივე დღეებიდან გერმანიაში იწყება დარბევები. ცხადდება აკრძალვები ქორწინებაზე, პროფესიებზე, უნივერსიტეტებზე. ებრაელები ოფიციალურად ხდებიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. 1939 წელს იწყება ომი. გერმანია თავს ესხმის პოლონეთს, ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი ებრაელი ცხოვრობს ევროპაში. 3,5 მილიონი პოლონელი ებრაელი აღმოჩნდება ნაცისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გერმანია მათ თავს უყრის გეტოებში. აიძულებს ატარონ ამომცნობი ნიშანი, ყვითელი ვარსკვლავი და ართმევს ქონებას.
ებრაელების მასობრივი ორგანიზებული მკვლელობები იწყება საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ. 1942 წელს გერმანელები საბოლოოდ წყვეტენ ებრაულ საკითხს და ქმნიან სიკვდილის ბანაკებს, სადაც მთელი ევროპიდან მიხავთ ებრაელები ბანაკებში მოსაკლავად. მთლიანობაში ომის განმავლობაში ნაცისტებმა მოკლეს თითქმის 6 მილიონი ებრაელი. ამას უწოდებენ შუას, რაც ნიშნავს კატასტროფას, ან ჰოლოკოსტს, რაც ნიშნავს სრულად დაწვას. ომის შემდეგ ებრაელები პირველად 2000 წლის შემდეგ შექმნიან საკუთარ სახელმწიფოს. ემიგრაციის შედეგად მათი რაოდენობა პალესტინაში 600,000-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით მოსახლეობის მესამედია. დანარჩენ 2/3-ს შეადგენდნენ არაბები, რომლებთანაც ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან პალესტინელი ებრაელები დაპირისპირებულები იყვნენ. გაერო გადაწყვეტს გაყოს პალესტინა ორ სახელმწიფოდ. ეს გადაწყვეტილება არც ერთ მხარეს არ მოსწონს, მაგრამ არაბები მას უარყოფენ, ებრაელები კი თანხმდებიან. 1948 წელს ცხადდება დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფო ისრაელი. ამ მომენტიდან ებრაელებისთვის ახალი ისტორიული პერიოდი იწყება, რაც დღემდე გრძელდება და ისრაელის ისტორია კიდევ ცალკე გამოშვებას იმსახურებს. მე მოკლედ გეტყვით, რომ ამ პერიოდში იყო ომები არაბულ ქვეყნებთან, ისრაელი დღესაც ომის მდგომარეობაშია, 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ და ეს კონფლიქტი ჯერაც არ დასრულებულა, იყო და არის ძალიან რთული ურთიერთობა პალესტინასთან, ემიგრაციის სხვადასხვა ტალღა და ბევრი სხვა რამ. მაგრამ ბოლოს 70 წლის განმავლობაში ებრაელების ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ ისრაელის ისტორიით. 21 საუკუნეში ებრაელებს შეუძლიათ ცხოვრება მთელ მსოფლიოში, ლაპარაკი ნებისმიერ ენაზე, შეუძლიათ იყვნენ რელიგიურებიც და არარელიგიურებიც, ორთოდოქსებიც და რეფორმისტებიც, სიონისტებიც ან ანტისიონისტები, ნებისმიერი პროფესიის, მაგრამ მაინც მიეკუთვნებიან იმავე კულტურას, რომელიც 2,5 წლის წინ გამოვიდა ბაბილონის ტყვეობიდან. თქვენ რას ფიქრობთ ებრაელ ხალხზე და მის კულტურაზე? მოგწერეთ კომენტარებში. მე კი მომავალ გამოშვებამდე გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ზღარბი, მოიწონოთ ჩვენი პოდკასტები და გაუზიაროთ ის, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ამით ძალიან დაგვეხმარებით.